დღეს გადავრჩებით ტყეში 24 საათი, მაგრამ ამჯერად იქნება განსხვავებული პირობები, რადგან ერთ-ერთ ჩვენგან შეხვდება 200 ლარი, ხოლო მეორე ჩვენგანაც შეხვდება 200 ლარი. ანუ დღეს თქვენი მოთხოვნის გამო ყველა კომენტარში, ყველა ვიდეოს კომენტარში იწერებოდა, რომ ერთნაირი თანხით გადარჩეთ და ნახოთ, ვინ არის ყველაზე ძლიერი გადარჩენაში და ზუსტად ახლა 200 ლარად მე და ქრისტი გადავრჩებით ამ უღრან ტყეში და გავიგებთ, ვინ არის ჩვენ ორ შორის ყველაზე მაგარი გადამრჩენელი. მე ვარ! მე გადავრჩები ყველაზე მაგრად. შენ არიცი, მე რა გიგმები მაქვს. საერთოდ არიცი, გიორგი. გადაგიმტრო მუხლებზე. ათკაც. დღეს არის ქრისტის დაბადების დღე, ანუ ქრისტი დაბადების დღეს გაატარებს 24 საათი სიცივეში, რაღაცა სიუფეტურევეში. ამისთვის რა უნდა ქნათ ხალხო? ამისთვის აუცილებლად უნდა გამოგვიწეროთ. აი აქ ხო ხედავთ subscribe-ს და დააჭიროთ. თავის დაბადების დღეზეც კი თქვენთვის კონტენტს აკეთებს. ამისთვის უნდა გამოიწეროთ. კი, ზუსტად უნდა გამომიწეროთ, მაგრამ არ დაგოიწყდეთ ლაიქების დაწერა და კიდე კომენტარების. ხო, კომენტარებში მოგულოცოთ ქრისტის დაბადების დღე ხალხო. და ლაიქეთ ვიდეო და კომენტარი. ეგ იქნება თქვენი საჩუქარი. წავედით, ვიყიდოთ ახლა ყველაფერი 200 ლარად და დავიწყოთ ამ უღრან ტყეში გადარჩენა. მაინც მე ვიქნები გამარჯვებული. იცი რატო გიორგი? იმიტომ რომ ჩემი დაბადების დღეა. ახლა მოვედით უზარმაზარ ჰიპერმარკეტში, სადაც ვიყიდით ჩვენთვის ნივთებს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეხლა გვაქვს თანაბარი თანხები, ხალხო. ამიტომ გიორგის რა უნდა ვქნათ, რას უზამთ? გავასწორებთ, გადავხაზოთ და ყველაზე მაგარ სახს ავაშენებთ. ხო იცით, რომ ჩემი დრო დადგა, იმიტომ რომ შეგვიძლია. ამიტომ დამიკომენტარეთ, რომ ქრისტიან შენ შეგიძლია და გიორგი წააგებს. რა თქმა უნდა, მე მოვიგებ. გიორგი, შენ ხარ ბომჟი, მე მეფე. აი ეგრე. პირველ რიგში იმის ტყეში გადავრჩეთ და მით უმეტეს ამ სიცივეში აუცილებელია სახლი ავაშენოთ. მე ვაპირებ ხის განსახლის აშენებაზე, ვიპოვე ძალიან იაფად ხის რეიკები. აი ესეთი წვრილი დავაჭერინე, რა თქმა უნდა, მეტრიანებად. სულ მაქვს 12 ცალი, რომელშიც გადავიყიდე 25 ლარი. აი ძალიან იაფია, დამიჯერეთ, უფრო ძირადაც მიყიდია და აუცილებლად მაგარი სახლი გამომია. განა აუცილებლად ვიცი რომ მაგარი სახლი გამომია, იმდენად მაგარი რომ გიორგის არ ექნება ეგეთი. ჩემი პირველი ნივთი სახლის მშენებლობისთვის იქნება ესეთი საკანალიზაციო ტრუბები. წინა ვიდეოშიც ზღვაში შესაცურად გამოვიყენე საკანალიზაციო ტრუბები. ალბათ ახლა იტყვით რა გადაეკიდევ ამ საკანალიზაციო ტრუბებს, მაგრამ მართლა ძალიან მაგარი რაღაცა. და რა მოვიფიქრე ახლა? პირველ რიგში ავიღე უფრო წვრილი ტრუბები ვიდრე წინა ვიდეოში. შემდეგ აი ამეებით, აი კარკას შევკრავ ისევ და ისევ, აი ესეთ ოთხკუთხედ რაღაცას შევკრავ და ეხლა უნდა ვიპოვო რითი გადავხურო ეს ჩემი ოთხკუთხედი კარკასი. ეს ყველაფერი დამიჯდა 80 ლარი და 60 თეთრი. ჩემი შემდეგი ნივთი იქნება მეორე აი ქვევით რასაც ხედავთ, აი ეგ კარდონი. ნუ რა თქმა უნდა, ხა ფიცრების ყიდვა მინდოდა, მაგრამ შედაბერ ძვირია და ვერ ჩავეტეოდი ბიუჯეტში, ამიტომ ვიყიდე კარდონები, რომელიც მეყოფა და არის 6 ცალი, სულ რაღაც თუ არ ვწდები, 58 ლარი დამიჯდა. და რა თქმა უნდა, ისეთ სახლის მშენებლობაში წავა. შემდეგი ნივთი ჩემი სახლის მშენებლობისთვის და პირველ რიგში ჩემი სახლის კედლებისთვის იქნება ესეთი stretch ლენტა, რომელიც ალბათ ჩვენი პირველი გადარჩენის ვიდეოში გაქვთ ნანახი როგორ ავაშენე მარტო ამით სახლი. ხო და ეხლა უფრო მოდერნიზირებული იქნება, უფრო წყალგამომტარი იქნება, მოკლედ, გაცილებით უკეთესი სახლი გამოვა. ეს ნივთი ღირდა 18 ლარი. სულ რაღაც 18 ლარი. იმისთვის რომ ტყეში ერთი ადგილი არ მიმეყინოს, არ დამისველდეს და არ ჩალპე, აუცილებელია ვიყიდო პენოპლასტი, რაზეც დავდებ ერთ ადგილს. ამ შემთხვევაში ვიყიდე სქელი, რომ არ გამიტყეს როგორც წინა ვიდეოში თოვლში გადარჩენის დროს გამიტყდა და დამიწველდა ერთი ადგილი. ეს პენოპლასტი დამიწვა 17 ლარი. ხო, კიდე 20 თეთრი. ის ქოხში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი აზრით? რა თქმა უნდა, ხალხო, არის იატაკი, მით უმეტეს ზამთარში. ვერანაირად ვერ დაიძინებ პირდაპირ მიწაზე. ამიტომ ავიღე აი ესეთი თხელი ფირფიტები არის, არ ვიცი ახლა ჩანს თუ არა კამერაში. რაც მთავარია არის ელასტიური და არ ტყდება. ეს ჯამში ღირს 16 ლარი. ტყეში გადარჩენისთვის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცეცხლი. ამიტომ ვიყიდე ესეთი დიდი რაღაც კუბიკები, რომელიც ძალიან დიდი ხანი იწვის და უმძიმესია და ღირდა 14 ლარი. ამით მთელი ღამე გავთვები, მე ესე გეგმავდა ესეთი იმედები მაქვს და კიდე საჭმელსაც გავიკეთებ. ხო იცით რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა, ამიტომ გამიკეთეთ საჩუქარი და გამომიწერეთ. ყველანი მიყვარხართ, ვინც მიწერთ და ვინც არ მიწერთ, ისინიც მიყვარხართ. გადავიდეთ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანზე, კვებაზე, ხალხო. კვება არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი. შიმშილით ვერ მოვკვდები, არ შევიძლია. ამიტომ ამ მაღაზიაში ვიყიდე აი ესეთი გრილი. ნებისმიერ რაღაც შეგიძლია შეწვა ზედ, ძალიან არომატული, ძალიან გემრიელი გამოვა და რაც თავარია, ქრისტის წამოადენს ნერწყვებს. ეს გრილი ღირდა 38 ლარი, ჩემი აზრით ძალიან იაფი არის. პლუს ძალიან პატარაც არის და დაკეცავ მარტივად წაიღებ სადაც გინდა. იქიდან გამომდინარე, რომ ტყეში არის სულ ყველაფერი სველი.
რა თქმა უნდა ვერ დავანთებ ისა ცეცხლს, იმიტომ რომ ქვევით ყველაფერი სველია და დამისველდება და ჩამიქრება. ამიტომ ვიყიდე ესეთი პატარა ვედრო. შეხედეთ როგორი პატარა და მაგარია. ამას გამოვიყენებ ხოლმე, არ ვიცი რა, მაგრამ გამოვიყენებ. ძალიან მაგარია. ამაში ჩავყრი და დავანთებ. ზოგადად ძალიან სასაცილო არის, როცა ტყეში მიდიხარ და შეშას ყიდულობ, იმიტომ რომ მთელი ტყე არის შეშა ისედაც, ანუ სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან არის შეშა. აი ესეთ შეშას მე ავიღებ და ამ შეშას დავამთებ გრილში, შესაბამისად ზედ შევწავ რაღაცას უკვე. всё, ეს ღირს 10 ლარი. ამ მაღაზიაში ჩემი ბოლო ნივთი არის აი ეს. უზარმაზარი ვუკის ტაფა, ხო ვუკის ტაფა ქვია, არ ვიცი მოკლედ. უზარმაზარი უღრმესი ტაფა. აი ჩვენ უნდა გავაკეთო აი ესე უნდა ვაკეთო საჭმელები. გავაკეთებ უმაგრეს საჭმელს. საჭმლის სახელს არ გეტყვით? არ გეტყვით, როცა გავაკეთებ, მაშინ გაიგეთ. როგორც ხედავთ, მეც ვიყიდე უკვე აი ეს ბოლო პროდუქტების საჭმელი. რა თქმა უნდა, მე რას ვიყიდე, ხორცეულობა ვიყიდე ძირითადად. მეტი კაც არაფერი არ ჭირდება, მარტო ხორცეულობა. ეს ყველაფერი დამიჯდა ხალხო 35 ლარი, ნუ დაახლოებით პლუს მინუს. წავედით ახლა ტყეში და დავიწყოთ გადარჩენა. ეს დღევანდელ ვიდეოში განსხვავება ის იქნება წინა ვიდეოებისგან შედარებით, რომ გვექნება ესეთი ბოქსი. ამ ბოქსში დევს რაღაც ნივთები. უყურეთ. ხელსაწყოები უფრო სწორად რო ვთქვათ, აი. დრელი არის ჩაქუჩი, ცული და მოკლედ პოსკო რაღაცეები, სკოჩი და მსგავსი რაღაცეები მოკლედ. ამ ნივთების გამოყენება ორივეს შეგვეძლება მეც და ქრისტისაც ულიმიტოთ, ანუ რაშიც გინდა, როგორც გინდა გამოიყენეთ. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ავაშენოთ სახლი, რა თქმა უნდა. ეგ არის საჭირო, მაგრამ ამისთვის რა დამჭირდება, იცით, აი ამ მაგიურ რაღაცა უმძიმეს ყუჩი, აქედან უნდა მოვიღოთ დრელი. ამას მე ყოველდღე ვაკეთებ ხოლმე, დრელის ხმარება ვიცი, როგორც პროფესიონალმა ისე. უყურეთ. უკვე იცი, კნოპკას ვაჭერ, უკვე დრელის მფლობელი ხარ. და შემდეგი, მათემატიკა ხო იცით? მეც ვიცი, ყველამ იცის. ხო და მათემატიკური კუბი უნდა ავაწყოთ. ანუ ოთხკუთხედები უნდა დავამაგოთ ერთმანეთზე და მოკლედ მათემატიკურ კუბს ავაწყობთ რაღაცნაირად. როგორც ინტერნეტში ვნახე, ეს უნდა დავამაგოთ ფიცრები ერთმანეთს. სურდება ბიჭო. სად მიდიხარ? რომ მიდიხარ. შუაში დავამაგროთ. ზე? აი გარი, ხრიტავ. ისა. ხრიტავს. მიდი. შედი. შედი შენი. რა არის დრელი არ არის ძმაო? მე მაგაი ამ ხელა დრელის სახში და ეს რა არის? ბარბის დრელი რომ მომიტანე. არ ჩადის. რა გავაკეთო? ქრისტი, მარტო იმიტომ დაგეხმარები დღესო შენი დაბადების დღე და ეს არის საბოლოო დახმარება, ანუ მეტჯერ არ დაგეხმარები. ეგ არის. აბა რა უნდა ქრისტი ამის ჩახრახვნას მეკაიფები? ესე იგი პირველ რიგში რაც უნდა ავაშენოთ ხალხო არის სახლი და ჩემი სახლი იქნება ძალიან გრანდიოზული და რაც თავია ქრისტის სახზე უკეთესი და უფრო ძლიერი და უფრო მაგარი. აი ესე უნდა შევაერთოთ ჯერ ტრუბები, შემდეგ რავი, აი ესეთი რაღაც მოკლედ უნდა გავაკეთოთ და იგივენაირად ქრისტის პრინციპი მაქვს, მეც დაახლოებით ვარ ჩემი უკეთესი არის ვფიქრობ და უფრო მარტივი არის რაც თავარია, რომ უნდა ავაწყო კუბი. ოღონდ ტრუბებისგან. ტრუბის კუბი კი მექნება მე მოკლედ. ტრუბის კუბიკს ავაწყობ და მექნება ძალიან მაგარი სახლი. სხვათა შორის ხალხო, ვინც გათამაშების პასუხებს ელოდებით, მინდა გითხრათ, რომ გათამაშების პასუხები იქნება შემდეგ ვიდეოში. მინდოდა რომ ამ ვიდეოში გამათამაშებინა უკვე ეს ფული, იმიტომ რომ არ მიყვარს ხოლმე რაღაც გათამაშების ძალიან გაწელვა. ძალიან ბევრი მონაწერი მქონა TikTok-ზე, რომ ვიღაცაებმა პირობები ვერ გაიგეს. ყველას ეგონა რომ რატომღაც ერთი ვიდეოდან იმ ბოლო ვიდეოდან უნდა გაეკეთებინა ედიტები, თუმცა ჩვენ ნათქვამი მქონა ვიდეოში, რომ ყველა ჩვენი ვიდეოდან YouTube-ში რაც კი ვიდეოები გვიდევს, იქიდან შეგეძლოთ რომ ედიტები გაგეკეთებინათ. ამიტომ რაღაც გავგებრობა რო არ იყოს, შემდეგ ვიდეოში გამოვაცხადებთ გამარჯვებულებს. ასე რომ გაქვთ ეხლა ბოლო შანსი, ვისაც არ გააკეთებიათ ედიტები, შეგიძლიათ გააკეთოთ ედიტები, ვინც გააკეთეთ იმათაც შეგიძლიათ. და სხვა შორის ნახეთ ძალიან მაგარი ედიტებია და მადლობა ყველას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ხმა არ ჩაიწერა, ახლა მოგიყვებით რაზე ვსაუბრობ. პირველ რიგში ავაწყე ჩემი ჩონჩხი და ჩემი კუბი, რომელთაც ძალიან ვამაყობ და ვფიქრობ, რომ საოცარი კუბი ავაწყე თელ ჩემ ცხოვრებაში, რაც კი ამიწყვია და ახლა კიდე გეტყვი თუ რას ვაკეთებ შემდეგ ეტაპზე. აი ამ კარდონს ხო ხედავთ? ამ კარდონს მივამაგრებ ირგვლივ და მექნება გასაოცარი სახლი. ავაწყე ესე იგი ხალხო ეგეთი ტრუბის კუბიკი, ანუ კარგი კი გამოვიდა, ცოტა მყარი არ არის, ცოტა კი არა, საერთოდ არ არის მყარი, სიმართლე რო ვთქვათ. და რა შემემთხვა, ეხა ისევ გეტყვით.
გახსოვთ წინა ვიდეოში ნავს თუ გემს რო ვაწყობდი. კანალიზაციის ტრუბები რო ერთმანეთთან არ შეერთდა, იმიტომ რომ ორივე ტრაკის მხარე იყო. აქაც იგივე ხალხო, ორივე არის ტრაკის მხარე. რატო არ ერთდება? ანუ ვინ გამოიგონა ეს ტრუბები, რატო არის რომ თალიანად დააწყობ და ერთი ადგილი ტრაკი ტრაკს ემთხვევა. ორი ტრაკით არაფერი არ გამოდის არასდროს და აქ რატო უნდა გამოვიდეს? ამიტომ გამოვიყენებ ამ ჩვენ кейსს ახლა. აი ესე, ავიღოთ სკოჩი. სკოჩი. და ამ სკოჩს აიქ დავახვე მოკლედ და მაგით მაინც გამყარდება. დავიწყოთ ახლა ჩვენი კარდონის დაშრუპება. всё, აიგრე. ჩემი ტრუბის კუბიკი უფრო გამძლე გახდა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მიწაში ჩავფალი და აი მაინც აესე ქანავს, თუმცა ეხლა ამ სტრეჩ პლონკის გადაკვას დავიწყებ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გამყარდება და არანაირი პრობლემა არ ექნება. პირველი ჭერი დავხუროთ. მერე დავიწყოთ გვერდების დახურვა. დავასრულე ჩემი სახლის მშენებლობა. ახლა დამჭა ერთადერთი რაღაც იატაკის დაგება და დავაგებთ ჩვენ პენოპლას ჩვენ სახლში. უმაგრესი სახლი გამომივიდა. ახლა დავიწყებ ამ ყველაფრის გაკეთებას. უნდა მოვუჭრა ყველაფერი. ახლა განახლებთ რას ვიძავ. პირველი ესე შევდებ, კარგად დავამაგრებ და მეორის დაჭრა მომიწევს, იმიტომ რომ ეს დიდია და ეხლა რაღაც ხონდა გავაკეთო. აი, ზედაპირულად შეხედეთ რა მაგარი სახლია. აღიარეთ, რომ ესეთი სახლი ჩვენი გადარჩენების ისტორიაში არ ყოფილა და აღიარეთ, რომ გიორგის ესეთი სახლი არასდროს არ აუშენებია. როგორც ხედავთ, უკვე ჭერით გადავხურე, მაგრამ ძალიან კი არ მინდა აღიარება, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სული არჩევანი გავაკეთე ეს ტრუბები რო ავიღე. აი, უყურეთ უბრალოდ როგორ ქანაობს. ანუ ძალიან ქანაობს. იგლუი კედლების გაკეთება დავიწყო. ეს რაღაცეები ახლო მივა ერთმანეთთან და სავარაუდოდ სულ დაიშლება სახლი. ამიტომ ეხლა მოვიფიქრე ესეთი ალტერნატივა. ავიღე აი სკოჩი ისევ. თითო ფეხს მივამაგრებ თითო ხეზე. როდესაც ამ სტრეჩ პლონკის შემორტყმას ირგვლივ დავიწყებ, არ დაიკეცოს ეს ჩემი რუბიკ კუბიკი თუ რუბიკი თუ ტრუბის კუბიკი, რაც არის მოკლედ, არ დაიკეცოს ჩემი ქოხი. აი ესე, აი ავიღებ და იმ ხეზე მივაბავ. და ყველა მხარეს მივაბავ ერთ-ერთ ხეზე. იატაკის დავაგეთ და მოდი ახლა შევიდეთ და დავტესტოთ ჩვენი სახლი როგორი იქნება, ხო არ ჩატყდება საერთოდ. არა მაგარი სახლია, ბიჭო. აი ესეთი სახლი არასდროს არ გამიკეთები, აი ძალიან მაგარია. იცო? ვაფშე, არა. მიწის დროსაც კი გაუძრებს. გიორგი ისე წადის არ ჩაალაგე და გადი აქედან ტყიდან წადი საერთოდ. აქ ჩვენი ადგილი აღარ არის. ეს შედარებით გამყარდა უკვე, შედარებით რა თქმა უნდა. ეხლა ამ სტრეჩ პლონკას კედლებზე გავუკეთებ და всё რა დასრულდება ჩემი სახლიც, კედლებიც მზად იქნება და გლები არ შევჭავი იმედია ღამე. ახლა დროა მოვამზადოთ საჭმელი. ცოტა გავთბეთ და კარგადაც ვჭამოთ. მაგრამ სამ საჭმელს გავაკეთებთ, ხო უნდა დავანთოთ ცეცხლი. შემომჩა ესეთი ქაღალდები ჩემი საოცრება სახლიდან და კიდე ესეთი ნახერხი. ამიტომ ამ ორისგან ავაგიზგიზებ მთელი ღამე ცეცხლს. აი ესე, კარგად უნდა ავანთოთ. მიდი. ქაღალდს უკვე წაიკიდა ცეცხლი და იმედი მაქვს, რომ ამასაც წაიკიდება ცეცხლი. არ ვიცი ახლა აქ უნდა შევუშვირო, ჩავაგდო. არ ვიცი როგორ წაიკიდება რა. დიდი წვალების შედეგად ავაშენე ჩემი სახლი და შემიფასეთ, არ ვიცი. ეხლა ავიღოთ აი ეს რაღაცეები და დავაფინოთ ქვევით. ეს შვენიერი. გადავდივართ ეხლა საჭმლის კეთებაზე. საჭმელი უნდა გავაკეთოთ გრანდიოზული. სანამ საჭმელს გავაკეთებთ, რა დავქნათ, უნდა დავაქნოთ ცეცხლი. მოკლედ, ბევრი ვიწვალეთ თუ ძალიან ცოტა. გიორგი მათხოვა თავისი რასტვარი მათხოვა. და კაი ცოტას მოვასხარ, რადგან დაბადების დღე გაქო, ჯანდაბასო და მეთქი, კაი ხა, კაი მეთქი. ბოლოს დაბადების დღე მაქვს და რაღაც პრივილეგიები ხო უნდა მქონდეს. უი, დედა რომანია ინთო, საოცარი ცეცხლი დავანთე გიორგის გარეშე. დადგა დრო ეხლა რომ გავხსნათ ჩვენი აი ეს გრილი. სიმართლე რომ გითხრათ რანაირი არის საერთოდ არ ვიცი. ამიტომ ეხლა გავხსნათ და ვფიქრობ რომ დაშლილ მდგომარეობაში იქნება და ავაწყოთ. თან თქვენც ნახავთ და მეც ვნახავ. იმედი მაქვს რომ კარგი ხარისხიანი რაღაც არის. ეს ცოტა ძვირიანი ვარიანტია. და თან გრილია ეს მაყალი არ არის რა. ნახე, აწყობა და არაფერი არ ჭირდება. თავის ფეხები აქ. აი ესე. სკაპ. ზევიდან აი ესე ამ სეტკას დავადებ და ზედ შევწავთ რასაც გვინდა. დროა უკვე რომ დავიწყოთ კერძის მომზადება და შევიძინე ეს პროდუქტები. ზეთი, ბარდა, ბულგარული. მოკლედ ეს სიტყვა მეშლება მთელი ცხოვრება და სწორედ ვერ ვამბობ. ბულგარული. ხო, იმედია სწორია.
ლაფშის მაკარონი, ეს რაღაცა ტკბილ-ცხარის соуსი, სიმინდი ეხა საოცრება არის და წყალი. გავაკეთებ საოცარ კეფს. აი ეს ქაღალდი დამრჩა ერთ-ერთი შეფუთვიდან მოკლედ რა რომელიღაც შეფუთა შეიდო და გამართლა უბრალოდ დამრჩა. ასევე ვიყიდე აი ესეთი რასტვარი წელი. არ მithქვავს თქვენთვის, მაგრამ აი ეს პროდუქტები და რაღაცები რო ვიყიდე საჭმელები, მაშინ ვიყიდე ეს რასტვარი წელი. დავალაგოთ აი შეშა. რამდენიმე ცალი. ახლა დავასხათ აი ეს რასტვარი წელი უბრალოდ ბევრი არ უნდა დაასხა, იმიტომ რომ შეიძლება იბუთქოს ეგრევე. აი ესე დავასხათ და მე მგონი უკვე ბევრი მომივიდა. ვაიმე დედა. ეხლა ამას უნდა დაველოდოთ. როგორც კი ნაკვაშხალი გაჩნდება, შეგვიძლია ზედ დავყაროთ რაღაცები და შევწვათ. მოკლედ, ჩემი ცეცხლი ჩაიწვა და ახლა განახებთ რა პროდუქტები ვიყიდე და თან გავამზადოთ საჭმელი. პირველ რიგში ვიყიდე აი ესეთი ხორცს. მარილი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მარილი აუცილებელი არის ხორცთან, ისე გემრიელი არ არის. აი ესეთი ძალიან დიდი სარდელები, რომელიც ცეცხლზე ძალიან მაგრად შეიწვა და წვენი ხომ უნდა დავაყოლო, რა თქმა უნდა. ხო და ეხლა ავიღოთ პირდაპირ ხორცს, აღარ გავწელოთ და დავაგდოთ ზედ. ოპა! რავი, ჩემი აზრით მე მგონი ძალიან დიდი ნაჭერია, ამიტომ ეხლა ცოტა დავჭრი. აი ესე. აი ეგ დავაგდებ. რავი, ეს მე მგონი ადეკვატურია და შეგვიძლია ესე დავდოთ. და ეხლა რა თქმა უნდა გავხსნათ სოსისები და ესენიც დავყაროთ ზედ. ისე სოსისები გრილზე არასდროს არ შემიწვია და პროსტა მუღამი ხონა მაგიტო ვიყიდე, თორე დიდად მინდა მეთქი და მიყვარს ეს სოსისები მოგატყუებთ. ხო არის ხალხო, ეხლა ეს სილამაზე, აღიარეთ რა. აი სასწაული ცოტა ხანში შეეწვა მე განახებთ და ვაფშე მაგარ ვიძე იქნება. მოკლედ ხალხო, ეხლა ჩვენი ბანაკიდან ცოტა შორს გამოვედი და მინდა გითხრათ ერთი რაღაც. ქრისტი, სხვა აქვს დაბადების დღე, ხო და მე ჩემი ფულიდან ვუყიდე ერთი პატარა ნამცხვარი. ნუ რაც მომივიდა იდეაში ის ვუყიდე. და ესეთი ორი ცალი სანთელი. არ ვიცი ახლა თქვენთან როგორ ჩანს, მაგრამ 97 ცხრიანი და 7-იანი. სამწუხაროდ არ იყო ქრისტის ასაკი. ქრისტი ხდება ეხა 26 წლის და მომიწია რომ 9-იანი და 7-იანი მეყიდა. რაც არის ეხა რაც უზავთ. ოდესღაც ხო გახდება 27 წლის. რა მნიშვნელობა აქვს? ქრისტი ყოველთვის თვალს ადევნებს თქვენ კომენტარებს და თქვენს ლაიქებს როგორ აქტიურობთ YouTube-ზე. აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო. აუცილებლად დაწერეთ კომენტარი, მოულოცეთ. ჩემი თხოვნა იქნება რომ მოულოცოთ ქრისტის დაბადების დღე. და რაც თავარია, გამომიწერეთ. აი გამოწერაზე მეტად ქრისტის თუ რამე უყვარდეს, აი არ ვიცი, ცხოვრებაში ალბათ არაფერი არ უყვარს. ხალხო, აი ესეთი ტორტი გაუმზადე, ხო ხედავთ. ქრისტის ასაკი არის ზუსტად აქ დაწერილი და წავიდეთ ახლა და მიულოცოთ დაბადების დღე ერთად. ქრისტი. იმოცავ დაბადების დღეს. ნახევარი სურვილი აგისრულდება. რა ჩაიფიქრე? უცებ. ბევრი გამომწერი. ძალიან ბევრი გამომწერი YouTube-ზე. ჩემი სახლი იცი რატო გამოვიდა ცური? იმიტომ რომ აი ეს ტორტი გიყიდე და ფული დამაყდა. რო იცოდება, იცოი მეტირება ქრისტი. კვაბლისგან ბარაბაიც. ახლა დავადოთ ჩვენი ბოკის ტაფა და დაველოდოთ როდის დაიწყებს შიშხინს. ისე უნდა დავდოთ, რომ ჰაერი შედიოდეს ტაფასა და ვედროს შორის. თორე ჩაგვიქრება. ხო არის ხალხო სილამაზე, ეხლა რო იცოდეთ აი ეგ რასუნი დგას, გაგიჟდებოდით. მოკლედ, ჩემ ხორცს ეხლა კიდე უნდა დრო, მაგრამ აი ამ სოსისებს უყურეთ. უნდა გავსინჯო აუცილებლად ეხლა. აუ! სასწაულია, ცოტა წვენი ჩამიყვარა პირში და სასწაულია. აუ! ქრისტი აი ეს არის, აი არ ვიცი, სოსისების ღვთაება, ყველაზე მაგარი სოსისია, რაც მიჭამია. ეხა ეს ხორცი შეიწובה ცოტა ხანში და ამასაც გავსინჯავ. ჩემი საჭმელიც უკვე გამზადდა და ეხლა დროა დავაგევნოთ და გავიგოთ როგორი გამომივიდა. აი ძალიან არეულად გავაკეთე. ეხლა რა თქმა უნდა სახში როგორც ვაკეთებ ისეთი არ არის და გავსინჯოთ. ოპა. უიტიტა ცხარია. ცხარია მე მაგარი გემრიელია. რა გემრიელია, იცით? ნახეთ რამდენად ლამაზი გამომივიდა. შეხედეთ როგორი კაია. აი თვალები. ფიქრობ რომ ჩემი ხორცი უკვე გამზადდა და ამას უყურეთ ხალხო. უყურეთ რა მაგარია. აუ! რა სუნი, რა წვენი, რა არის ეს ჩემი რომელი ქვეყნიდან მოხვედი?
ავერთო ნადლობა რო არსებობს ხორცი ამ ღორმად ყვილად არ მოიკლა თავი ხალხო მინდა გითხრათ თქვენ კიდე ყველამ გამოგვიწერეთ ხალხო რომ სპონსორმა დაინახოს რომ ბევრი გამომწერი ყავს ძალიან სწრაფად გვიწერთ და უფრო სწრაფად მოვიდეს სპონსორი და უფრო მაგარ რაღაცები გადავიღოთ აი ხო გინათ ეხლა წარმოიდგინეთ რომ წავიდეთ ვიყიდოთ PlayStation-ები, iPhone-ები, რაღაცა მსგავსი ტექნიკები და გავიდეთ ქუჩაში და ჩვენ გამომწერებს დაურიგოთ ჩელენჯების სანაცვლოდ ხო ძალიან მაგარი იქნება ამიტომ გამოგვიწერეთ როგორც ხედავთ, ჩემი ცეცხლი გიზგიზებს და კიდევ შეხედე რამდენი ბლოკი ცეცხლის დასანთებელი დამჭა. ანუ ეს მეყობა მთელი ღამე. ახლა დავწვევი, დავიძინებ და შიგადაში გამეებსა ჩაულაგებ და თბილადაც ვიქნები. რა მაგარია. ავა წავედი, აუ რა სახლია, ბიჭო. არა. ესეთი სახლი არ მქონია არასდროს. აუ რა თბილადო ვერ წარმოიდგენთ. გიორგი გაიყინება, მეწოდება. დაწერეთ, რომ ჩემი სახლი ყველაზე მაგარია და ჩემი გათმობაც ყველაზე მაგარია. მოვიდა უკვე ღამე და დრო არის რომ დავიძინო. ცეცხლი არ მაქვს, იმიტომ რომ შეშა მაგდენი არ მქონდა, შეშის მოგროვებასაც აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მაინც ნესტიანი არის და ვერ დავანთებ და ვერც ღამე ვერ შევინარჩუნებ 100-ჯერ და 1000-ჯერ ვცადე უკვე და აზრი არ აქვს მოკლედ. კარგი მოკლედ, ძილინებისა ხალხო და ყვალდილით შევხვდებით ერთმანეთს. აბაჰე. მოკლედ ხალხო გავიდა რამდენიმე საათი და ვიდა გითხრათ რომ ძალიან ცივა. ვერანაირად ვერ გავთვე აბსოლუტურად და ახლა ვაპირებ რომ ქრისტის გათხოვასთან მივიდე და იქ გავთვე, თორე ანუ კატასტროფა არის, შეუძლებელი არის სიმართლე რომ გითხრათ, ტყეში საერთოდ ღამე მით უმეტეს ზამდარში რომ დარჩე აი ესეთ ქოხში. თუ ცეცხლი არ გინთია. თქვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვ და ხედავთ ალბათ რომ უკვე გავთერი არის მზეც გვალათებს პირველი სხივები უკვე ამოვიდა მზის და ვიდა გითხრათ რომ მთელი ღამე გავიყიდე მართლა მე მთელი ღამე ცეცხლი მქონდა დანთებული, ოღონდ მართლა მთელი ღამე მქონდა ცეცხლი დანთებული. ის კუბიკები ერთიც არ იყიდე მომჩა. იმდენი ხანი მეყო, წარმოიდგინეთ. ნუ ცოტა კი შემცივდა, მაგრამ მაინც თბილად ვიყავი და კარგად მეძინა. ამდენი ჩალენჯისთვის, ამდენი გაყიდვისთვის, ქრისტეს დაბადების დღისთვის ხალხო, ყველამ გამოგვიწერეთ, დაალაიქეთ ეს ვიდეო ყველამ და დაწერეთ კომენტარებში როგორ მოგეწონათ ეს ვიდეო და შემდეგი რა გადავიღოთ, ეგეც დაწერეთ, ვიტყოდ ძალიან გვაინტერესებს. წავედით სახში. აბა ჰე, მომავალ შეხვედრამდე ხალხო.